30 წლის გიორგი კუჭუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულია. ისიც მაისში დააკავეს, თუმცა ედავებიან აპრილის აქციაზე მომხდარ შემთხვევას. ბრალდების მიხედვით მან სპეცრაზმელს პლასტმასის ნახევრად-სავსე ბოთლი ესროლა და თვალში მოარტყა. ამის გამო კუჭუაშვილს ბრალი პოლიციაზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხელთ გვაქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ სპეცრაზმელისთვის მიყენებული დაზიანება მსუბუქი ხარისხის იყო და მას ჯანმრთელობის მოშლა არ გამოუწვევია. პუბლიკა პატიმარს ციხეში ესაუბრა. ის თავს სამაგალითოდ დასჯილთა შორის მოიაზრებს. მიაჩნია, რომ რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამებოდა და აქციაზეც სწორედ ამის გამო იყო. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მან შიმშილობაც დაიწყო. ცხოვრებაში სისხლის სამართალთან არანაირი დარღვევა არ მქონია ყოველთვის კეთილსინდისიერი მოქალაქე ვიყავით. ცდილობენ რომ რაღაც ამოდინები ადამიანის დაჭერი, ცდილობენ რომ დანარჩენი ადამიანების საქართველოს მედღანიცის ასე რომ ვთქვათ იმათზე მოქმედება განახორციელონ და დაშინების ცდენება ასე რომ ვთქვათ. ეს რუსული პირადად არანაირად არ მეხებოდა არჩევ საქმიანობას არაფერს, მაგრამ ხვდებოდი და ჩემი აზრით გამომდინარე საიტმედიოდა ეს კანონი და რაც გულისხმობდა და რამისლები ქონდა და აქტიური ყავი აქციაზე რომ ქვეყნის ინტერესებს აესახულებოდა. კუჭუაშვილის ადვოკატი კი საქმეში არსებულ სამართლებრივ და პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. ლაშა ცუცქრიძე ამბობს, რომ ვიდეო ჩანაწერების ექსპერტიზამ ვერ შეძლო პირის იდენტიფიცირება. კუჭუაშვილის ბრალეულობაზე ასევე ვერ უთითებს დაზიანებული სპეცრაზმელი. ადვოკატის ვარაუდით, თვენახევრის მერე სწორედ ამიტომ გაჩნდა საქმეში მოწმე პოლიციელის ჩვენება. მხოლოდ ერთადერთი პოლიციელი არსებობს, რომელიც ხელს ადებს პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა გიორგი კუჭუაშვილი ფოტოსურათით ამოსდობის ოქმიდან გამომდინარე. გარდა ამ ერთადერთი მტკიცებულებისა, სისხლის სამართლის საქმეში არაფერი არ არის. კუჭუაშვილი და მისი ადვოკატი საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. სასამართლო გირაოს გამოყენებაზეც უარს ამბობს და კუჭუაშვილს, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, დღემდე პატიმრობაში ტოვებს. ეს კი 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, შობლები ჰყავს, ფსიქოლოგიური სტრესი არის ოჯახისთვის ჩავიცეთაში პროფილაქტიკის იმისა, რომ იციან, რომ არა იმუხრით, რომლითაც დაკავებული ვარ, არა იმის გამო ვარ დაკავებული, არამედ რაღაც სხვა ინტერესებიდან გამომდინარე და ეს უფრო მეტ სტრესს მატებს ჩემ ოჯახს. მე რა აქედან ვამხელებდი, რომ იციან, რომ დაკავებული ვარ არა კანონიერად და არა ვარ სამართალდამოუკიდებელი, ასე რომ ვთქვათ. იციან და აქედან გამომდინარე მიუხედავად სტრესული მდგომარეობისა მაინც გადადარჩა. საქალაქო სასამართლოში კუჭუაშვილის მომდევნო პროცესი ხვალ 20 დეკემბერს არის ჩანიშნული. პირველ რიგში რა მოქალაქეებს მოუწოდებდი, რომ არ ვიცი უბრალოდ როგორ როგორ უნდა შეხედოთ ეს მიმდინარე გარეთაცდება პირველ რიგში. იქიდან გამომდინარე არ შეიძლება მას გულგრილად უყურა და მეორე პოლიტპატიმრები ჩვენ რაღაცა ვიღაც დასაშინებლად შეიძლება დაგვიჭირეს რომ გავარბიდეს აქციაზე და მოუწოდებ რომ არ შეშინდნენ ამით და არაფერი არ არის და კარგად იცნობ იმიტომ რომ აქაც ხდება ვარ და ყოველდღე ვგრძნობ გარედან ხარდაჭერას და მადლობელი ვარ ამით. თავისუფლად უკანონო დაკავებულია ხალხები. ეს ადამიანი რომელიც გადაჭერის მოტივით ის გადაჭერდა